We know the central question for Middle East peace. ჩვენ ვიცით, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მისაღწევად მნიშვნელოვანია ორი სახელმწიფოს პრინციპი, რომლის შემთხვევაშიც ორი დამოუკიდებელი, სუვერენული დემოკრატიული სახელმწიფო, ისრაელი და პალესტინა გვერდიგვერდ, მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იარსებებს. ჩემი მთავარი კითხვა მათ მიმართ, ვინც ამის წინააღმდეგ მიდის, ასეთია: რა არის ალტერნატივა? ერთი სახელმწიფოს რეალობა, რომელშიც პალესტინელებს ართმევენ თანაბარ უფლებებს და იძულებულს ხდიან იცხოვრონ მუდმივი ოკუპაციისა და უთანასწორობის პირობებში, თუ ის რეალობა, რომელშიც პალესტინელებს თავიანთი მიწებიდან აძევებენ. ეს არაა მშვიდობა, ეს არაა სამართლიანობა და არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ეს მიუღებელია. Where Palestinians are the only realistic, just and sustainable solution. ერთადერთი რეალისტური, სამართლიანი და მდგრადი გამოსავალი ორი სახელმწიფოს, ისრაელისა და პალესტინის პრინციპია. ისინი მშვიდობიანად და უსაფრთხოდ უნდა თანაარსებობდნენ 1967 წლამდე არსებული საზღვრების საფუძველზე. ორივე სახელმწიფოს დედაქალაქი იერუსალიმია საერთაშორისო სამართლის, გაეროს რეზოლუციებისა და სხვა შესაბამისი შეთანხმების მიხედვით. Line with international law. Let us reject the false choice between. მოდი დავასრულოთ პალესტინის სახელმწიფოებრიობასა და ისრაელის უსაფრთხოებას შორის ყალბი არჩევანი. ოკუპაციაში უსაფრთხოება არ არსებობს. დავადასტუროთ, რომ ისრაელის ლეგიტიმური ნაბიჯები უსაფრთხოებისთვის ისევე უნდა განიხილებოდეს, როგორც პალესტინელი ხალხის ლეგიტიმური უფლებები. ან კონფლიქტის მართვა შეუძლებელია, ის უნდა მოგვარდეს. ჩვენ არ შეგვიძლია დაველოდოთ იდეალურ პირობებს, უნდა შევქმნათ ეს პირობები. არ შეგვიძლია სამშვიდობო ძალისხმევა იქამდე გადავდოთ, სანამ ტანჯვა აუტანელი არ გახდება. უნდა ვიმოქმედოთ, სანამ გვიანი არაა.